დილამშვიდობის როგორ ხართ? ხო, დღეს სახში ვარ და პისტი და დიანი შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ, არ უყურო, იმიტომ რომ შეიძლება ცუდად გახდე რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადგილას გამოჩნდება კატა, ძაღლი და ქათამი და რა, ნინო, ის და კეტე რადე. კარი. ეხლა გადავიხარებე და ყოველ პასუხებს ერთ-ერთი დღე გადავჭეთ. ხო, იმიტომ რომ მე შენ ჯიბრზე ვაკეთებ ამ ყველაფერს. კი არ მიყვარს, მაგრად მეჯავრება, მაგრამ შენ ჯიბრზე ვაკოცებ. შენ გენაცვალე, გოგო, უი უკაცრავად ბიჭო. შენ გენაცვალე, ჩემო ცხოვრება. აშო გენაცვალე. მოიკითხე, გამარჯობა პისტი და დიანი. ჯანი დაგეტოს. ჩემი ლამაზი. პატრა ქექია. თავის სათამაშოსთან ერთად განისვენებს. ყველას ძალიან მიყვარს ეს. ეხა ისა აქეთ გამოველი რა. ნახეთ აქეთ ვინები გავუშვი. მომწერეს რომ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ სამითხეს რომ ინდაურებს უნდათო თავისუფლებაო. ნუ ზოგადად კაი ხო ისა გალიაში ვეღარ ეტეოდნენ, ჩაღუნდლები დადიოდნენ და დღეს ენი ეს ის ჩემი ლამაზმანი. გამოუშვი ჩემი ლამაზები. ესე იგი ამად გაიხარეს ჩემი ლამაზები მეთი და ნახე რა სეკო. ხო და ისა, რა ვიცი, კარგად დადიან. არც ერთი არავის არ ეჩხუბება. ხო და გამოვიარე რა, რომ ნახო მეთქება რა შვებიან, მაინც სახში ვარ დღეს და ვაქცევ ყურადღებას რა და დინობა მოტრია. მე რომელი გიჭირა? სეუკლემი. დედაილა. მე შენ გენაცვალე, შემოწეწილო. ხო, ვისაც არ უყვარს კატები გადაახვი. ხო და გამოველი აქეთ რა, მეთქი რა ხდება თქობა, ნახო, ხო არავინ რომელიმეს არცემს მეთქი და რაღაცა ფუტფუტი გადავინახე იქი და შეხედეთ. ანუ ერთ შეხედეთ არაფერი ჩანს. ეს ჩემი აკლემია აქ. არ ვიცი ჩანს თუ არა, გავადო, აი, ხედავთ ჩემს აკლემს, აქ არის და ყივის. ოღონდ რატო დგა? ახლა განახებთ. ამას შეხედეთ. ეს არის ჩემი იაპონკა დედალი ქათამი. ვარია თუ რა ვიღაცა ქვია. აქ მყავდა ხოლმე, აქ არის ხოლმე, ხო იცით რომ აქ არის ხოლმე სულ ეს და ეხლა გადაწყვიტა რომ აგე იქით უნდა გავიდეს და თივაზე ააშენოს ბუდე. ისე საყვარლად ფუსფუსებს, ისე საყვარლად რა რა იყოს. თვითონ გამოვიდა აქედან? ალბათ ხო თვითონ გამოვიდა, ესე გამოვიდა და აკეთებს იმას. ოღონდ ეს ყარაულში არის, უნდა რომ დაიჭიროს, მაგრამ ვერა ვაბუეტია იქამდე. ხო და მოკლედ ისა ველოდებია ბა რას იზავს დაჯერს. დღეს არ შევეხები მაგას და მე თუ რამეა იმ გალიის ინდაურები მესხდნენ. ეგ ხა გრანული ჩავდა, იმიტომ რომ აი ეს ჭამდა გრანულს იმისას, ინდაურებისას დიდი კატა. ხო და აი იქ ჩავდა იმას სეტკაში რომ აღარ შეეხოს მეთქი რა. თუ ეგ დაჯდომას გადაწყვეტს. აი ნახეთ ჯდება. ბარბარე მოდი. მოდი. ჯდება და თუ გადაწყვიტა დაჯდომა, აი აქ მოუწყობ ყველაფერს ამ გალიაში, საჭმელი, სასმელი ბუდე და იქნება თავისით. ჩარა კატა. ბუდესი შენ. კოჩარა ბუდესი სენიოს, ბარბარე ეგ. ხო და ასე წყალი მატორზია ბარბარე და მალე გამოდი მაშინ. მაბაბაბა. ნინო მოდი. შენ ახლა წადი ლელასთან. კინძი მინდა. მეც უნდა შევიკრე ხა ქუჩო, იმიტომ რომ დამეშალა დილას ავდექი 7-ის ნახევარზე ტრადიციულად და ძალიან სასიამოვნო იყო სათავშორის. ეხლა აქ მაქვს ხორცი. ხახული უკვე დაჭრილი მაქვს, წიწაკა არ მიქნია ჯერ. ხახს უშვები წიწაკას და კინძს, ხო და კინძი მქონდა მაცივარში ვინახავ ხოლმე და რამდენიმე დღე არ მინახი, არ გამომიყენებია და თურმე გარდაცვლილია. ეს ნახეთ ღმერთო ჩემ. ეს ნახეთ, ეს ცირა არის. ყავა. გუში შევამჩნი რომ მოვედი. ბარბარე ხო აკეთებს ხოლმე ყავას და სავარაუდოდ მოურია და ნახე შეაწუწა. ეს էլ კარგია. არ უნდა, აი ეს არ უნდა ეს მომენტი. ჟელიანი ტილოთი. და მე მოусმევ, სადღაცაც იყო კი, აი.
აქ ხო ვერ დაინახავ რომ აასხა ზემოთ. ხო, ერთ სიტყვით ქინძს მოვატანინებ ხაბარ ბადრი ნინოს და დავაჭირი და ცომით მიზათ მაქვს წითელმაში. ქინძი რომელია? ქინძი უთხარი შვილო და თვითონ მოგცემს რა ვიცი მე. ერთმანეთს რო გავს ქინძი და პეტრუშკა ხო იცი? ხო და რო ხო მიცედა ესეთ დავაყენო. ნაიმე აქაც მიუწუწებია უყურე რაიმე. ყავა არის მისხმული ქემოდან და ხო მშვიდობა გახშვილო. მოტორი არ არის ჩართული. არ გაჩიო. მოტორი ხო ჩართული. ხა გაჩიო. რა გაჩიო. ვერ არის. გაჩეს ვანახებ, მოგამოვიდეს სიყური, აი აქაც. გამოვიდეს ყავა აქვს მისხმულწე, აქეთი. აჰა. სად მიდიხ? აუ, კვირის ექიმზე თან წავიყვან და დამოვიწყდეს. ანუ წადი ქინძი მოიტანე. ორი კონა ქინძი მოიტანე თუ აქვს და რავი, რამდენი ნაყინიც მოგივა მოიყოლე. ქინძის გარეშე არ მოხვიდე. უქინძოის რა არის? რა ქვია? ტოლმა რა ყაყასუდა ის. ფინკალი. გემო მაგას აქვს. ახლა მოტორია ჩართული და რო გათიშოს ბარბარე მე გავაკეთებ. აუ ძალიან მაგრად ცხელა. შესაბამისად იცით მე რასაც ვაკეთებ ხოლმე სახლში ხა. აი დადი თუ არ ვიხდება რა. იცი მაგრამ ცხელა ყაყო რა მოხდე და შეიძლება ის გადავა. აი ეხლა ეს მომეღუნა რა უნდა ამას აქ. დაიცა? აი შეჩურთე, ეგ არის მორჩა დამთავრდა. ხო, რაც შეეხება სათვალეს გავიკეთოთ, იმიტომ რომ მზე ჩემს თვალებს ანადგურებს. სანამ ნინო მოსულა ერთ მაღაზიაში იყო და არ არისო ქინძიო და სანამ მობძანდება თუ არა და რა ვიცი სად ვაფრინო მეზობლების სახში არ იქნებიან სამსახურში იქნებიან თორე კიდე ყიდული ზოგი კიდე ყიდულობს და ხა მე რა ვიცი ვის უდგა ანუშკის ედგებება ჩემი ცოცხალა არის ეგა ხო ჯერ მოვიდეს ნინო თუ არა და ანუშკის დაურეკა მე იქნებ ერთი კონა ქინძი ვესეს ხო სათვალეს გავიკეთებ, იმიტომ რომ თვალები მტკივა ხოლმე მზეზე, მაწუხებს ხოლმე თვალე, ანუ ესე დავდივარ. ხო და სანამ ნინო მოვა. მინდა რომ ერთ თემას შევეხო, ეს თემაზე ვიჭორაო, რომელიც, აქ ნახეთ, აქაც ყირაზე, ნუ ამას აალაგებენ გოგოები, მაგრამ ეხლა ჩემი ოთახი უნდა განახოთ. იმიტომ რომ გუშინ საწოლები გავიტანე. ნახე რა დღეშია ქავრობა. აი ეს ორინალი არ მინდა, არ ვიცი რას ვუზავ, ვერც ვერავიში ვერ შევთავაზებ, იმიტომ რომ რა ვიცი, ხო და ჯერჯერობით მიდევ სასე. არ მინდა, იმიტომ რომ 19 წელია მიდევ, გავიტანე, გავამზეურებ, შემოვიტან, გავიტან, შემოვიტან. ანუ რაც საჭიროა მაქვს და ვხმარობ. ესენი არ მინდა. თუ იმის ენდობება გავაჩუქებ, ან მატყლად თუ უნდა წაიღონ, გააკეთო და თვითონ შეკერონ, ოდესმე თუ დამჭირდება წავალ და ვიყიდი რა. იმიტომ რომ შეიძლება დამჭირდეს 10 წლის მერე და 10 წლის მერე ვიყიდი. ხო რაღაც დადიხარ ქალ დაჯექე 2 წუთი. ყველაფერი მაგ ყირაზე, მაგრამ არა დავდობ. იცი რატო? ეხლა ხინკალი უნდა გავაკეთო. მერე შემოვიქროლებ ტერიტორიას დავალაგებ თუ რაღაცას ვიზავ და დღეს ნინო მინდა ექიმთან წავიყვანო კბილისა. ხო თუ მოვახარიხ თუ არა და ხვალ წავიყვან. ეხლა ვიჯექი დილას ადრე ავდექი ყადრე რა უნდა გამეგეთებინა და ყავასთან ერთად მეშვებოდი. თურმე იმის კონცერტი ყოფილა სტადიონზე, არ ვიცი დინამოზე თუ რომელ სტადიონზე, მაგრამ თბილისში ყოფილა კონცერტი ჯასტინ ტიმბერლეიკის. ხაი მომღერალი ყველა მიცის. ჰო! რა? ასე ხო დაიძახა. ნინო! მაღლა გოგო სად ვიქნები? წავიდე იქ ქათმებთან მეძებს. არისო? არა. აბა ერთი წამი ანას დაურეკა, ვიქნებ კონდეს. აი აჰა ეს. ნაყინის ვერ წამოიღე?
მიდი ის მოიტანე 4 ცალი ნაყინი და იმას ჩაუდებ მამას. 4? ხო. ერთი მაცურაში გვაქვს. არა გვაქვს წუხელ შევჭავე. წუხელ არა დიდას. მე ხო ნაყინების მგელი ვარ. მოიცადე ერთი წუთი მოდი. ანა სად ანა სასედი ეს ვიცი. ნინა მოხვედი? მაგ იმას კარებს დაუდე ის ხე. ანუშკის დაურეკავ თუ აქ ქინც ცოტას გამოვართმე. შენახული ქალია მას ეთქმეო. მეც მიდგა რა ისა. აღარ მიდგა. თუ მიპასუხა. თუ და ქინძის გარეშე რა გამოვა. აი მიანა სად ახარ? სახშიანეტა. თუ კახეთში გარ. სალამი გოგონი, როგორ ხარ? არა მიშავრა, სახში ხარ? რატო? ეხა მაგას აფიქრობ. ქინძი ვერ ვიშორი ტერიტორიაზე და უნდა ამერიკა ქინძი ხო არა გაქვეთქი. მოხდა და. ანუ სახში რო ყოფილიყავი მაინც არ გავუმადგებოდი. კარგი, აბა კარგი დასვენება. რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, როცა ქინძი არა გვაქვს ხიგლისთვის? ვაკეთებთ უქინძო ხინკალს. არა აქ. არ არის სახში და არც აქ და არც სახში. წადი მიდი 3 ნაყინი მოიტა თუ 4 ნაყინი და ქინძი. წადი მანა ნახე კარგად ბაღჩაში აყვავებული იქნება თუ გადაყვავებული გამოიყენებ. მორჩა. გავაგზავნეთ მოკლედ. ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი იყო. ყველა მიცით მით უმეტეს ჩემი თაობის ღმერთო, არასოდეს არ მიყვარდა ხოლმე და არ მომწონდა, არ ვიცი. ერთადერთი მომწონს მაგისი ფილმი და დღემდეც ვუყურებ ხოლმე დრო. ასე ქვია. დრო თითარგმნებს. ხო და ახლა იმღერა ხა რა ჩემი საქმეა ვიღაცა წავიდა უსმინო, უყვარს უნდა წავიდეს და უსმინოს, მაგრამ ვაიმე როგორ გავბრაზდი რა 2 ცალი კადრი შემხვდა. ჯერი ის რო ისაო იცაზე ვიცინე და ხედავ როგორ დადის ჩემი $100 სცენაზეო. ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ უმღერია რა ვიცი ფონოგრამითო თუ რაღაცა მოკლედ აი ის რო ხოლმე ხო იცი რომ მღერიან და გადააწოდებენ ხოლმე ახლა თქვენ და რაღაცა ძირთად ეგეთი ანუ არ უმღერიაო რა ისე როგორც კონცერტი და ისე როგორც რაღაცა. კაი ეგ ჩემი საქმე არ არის ვინ როგორ იმღერა და რაღაცა. 2 კადრი შემხვდა ღმერთო იქ რო ყოფილიყავი საციხეთ გავიხდიდი საქმეს. იმიტომ რომ მსგავსი შემთხვევა მქონდა თურქეთში შარშან აკრიანი რო იყო მუსიკალური კონცერტი გითხარით კიდეც მაშინ რო კინაღამ ერთ ქალს ასაკის მიუხედავად ხელი გავარტყი. აი მაგ დროს ამա გადაკეტილი. და რა მოხდა? ამ ვიდეოებსაც განახებთ. და რა მოხდა? მოკლედ სცენაზე სანამ სცენაზე დაიწყებოდა სიმღერა და რაღაცა აკრიანი გადიოდა პატარა რეპეტიციას ვინსად უნდა მდგარიყო რაღაცა და შესაბამისად მე კავაყველას ტელეფონი აბსოლუტურად ყველას ყველას ის რამე ნივთი თუ ჰქონდათ ჩანთები თუ რაღაცა ჩანთები და პლუს მე მქონდა ჩემი დროშა გახსოვთ დინამო სტადიონთან დღეს რო ვიყიდეთ დროშა რო დროში წავს ვიყავი თურქეთში. ხო და ანუ ეს ყველაფერი რო აი ესე დასაკეთ ჩან იმაზე რომ მელაგა ტელეფონები ხელში მეჭირა და ეს 2 სკამზე მელაგა ამაზე მქონდა გადაფარებული დროშა რო ანუ იმიტომ კი არა რომ აი რაღაცა დროშა ჯერ ეგეთი რატომაც არა და უბრალოდ იმიტომ რომ ეს ერთი ადამიანის ნივთებია რა ანუ ესე გადავაფარე რომ ვიცი რომ ის არის და გვერდზე ვუზივარ და მაგ დროს უკან დამიძახე ერთ-ერთმა ჩვენ მაკრიანის იმან რაღაცა უნდა მოეწოდებინა და ვერ მივწვდი ავდექი რომ ის სცენაზე მიდიოდა რა და ტელეფონები მიჭირა ხელში და რო ავდექი და ესე 3 სკამი გავედი რომ იქამდე მივსულიყავი და როგორც კი მოვტრიალდი რომ ისევ ჩემ ადგილას უნდა დამჯდარიყავი 2 ქალი იჯდა უკვე იმ ადგილას ანუ ის გადაფარებული დროშის გვერდზე 1 და 2 და ეს ხო ზის და ეს გადაფარებული დროშა ხო დაინახა და ეს აიღო რა და შუშო და ესე გადმოვაგ ვაიმე მე იქ დაბე მართა
ერთი ის ვიცი მივე ნაფუს მე უთხარი თუ მოგაკიდე ხელი და შემოგაწყვიტე კედელზე რა არის ეს და თვალებში ასე შევაფრიალე ეს დროშა და ისე შეცბა ეს ქალი მე უთხარი ხრა ვიცი ხარ ასე ვეუბნები ხო იმან ხო ვერაფერს ვერ ვიხდა მე ხო გული მოვიოხე დედას გეცები იმას რომ ჩემთვის რამე ან წინააღმდეგობა ან რაღაცა შეტევაზე მივასიკვდილებდი იცი რა და ანუ დროში განა რამე შეღანა ხელი შეუშალა რაღაცა ეს გადმოხსნა და გადმოაგდო კალო ვინ აქ კითხავს კალო მე რო ვიღაცასთან მიჯდა იყოს ის თურქეთის დროშა იმას გავისვრი შეურაცხყოფას მივაყიდებ დრო ვიღაცისთვის დროშა წმინდა ხო ანუ და მით უმეტეს ჩვენი დროშა რომელიც სულ რა ვიცი კატა ეხატოს და რაღაცა დროშა არის და ხელი არ უნდა შეახო და არამც თუ ჯვარი ახატია და კარგად იცია რა ყველა რო ქრისტიანობისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას და როგორი რა ვიცი ისეთი აი მანდ გადამეკეტა და მივხვდი რომ ეგეთ დროს ვარ რავი აი რაღაცა საოცრება ხო და ისა მივხვდი რომ ეგეთ სიტუაციაში მართლა არაადეკვატური ვარ და აი მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ალბათ 65-70 წლამდე შეიძლება ყოფილიყო აი თვალებზე მივაფარე დროშა რომ მეთქი გაგგლეჯამ ქალო შუაზე და წერან ძივა ყავას ვათვალიერე და ვიჯასტი ყოფილა თურმე არც გამიგია რა ვიცი მე რა კაცო და უი და უღებენ რაღაცა და ხედავ ამ კომენტარებს რომ ანუ არ მღერის და მე კომენტარებში შევდივარ მაინტერესებს აუ მეც ვიყავი კონცერტზე და კი კაი იყო მაგრამ ანუ არ მღერო და რაღაცა ფონოგრამა რაღაცა გაჩერებული რო იყო სიმღერა მიდიოდა ფაქტია ფონოგრამაზე ხო ნუ რაღაცა რა მოკლედ ტური იყო ეკი და იმას ფული აიღო თავი ეხა განახეთ ორ კადრს ჯერ ეგერთი რა მოხდა მე იქ საქართველოში ხარ საქართველოში გდიხარ ამ სიტყვას გამოვიყენებ საქართველოში გდიხარ ამ ხელა კაცი და ანუ სცენის პირ აი აქ სადაც უნდა გამოხვიდე გდია დროშა რამხელა პატივისცემა იქნებოდა შენ ეს დროშა რო აგიღო და ვიღაცისთვის მიგეწოდებინა ანიქ დაგედო ხო არ მოკვდებოდა რა ვის ველაპარაკეთ ჯასტინას վել ხო არ მოკვდებოდა ეს რამხელა სიყვარულს დაიმსახურებდა მეც კი შევიყვარდებოდა რომელსაც საერთოდ არ მოგწოდა ხოლმე აი ოდნავადაც კი რამხელა პატივისცემა და რამხელა დაფასება და რამხელა ადამიანობა გამოჩნდებოდა რომ აეღო და დაედო არამც თუ ფეხით გადააგდო ყველაზე ძალიან მომეშალა ამ წიმყოფ ხალხზე ის რომ ტაშს უკრავს რა ოე ქალო ადი ჩამოიღე და გადახიე მუყლზე და გადაამტვრე ძალიან მაგრები ხართ ის ადამიანები რომლებმაც კონცერტი მსვლელობის დროს დატოვეთ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ძლიერი გქონდათ გადახდილი ბილეთში იმიტომ რომ ესეთ რაღაცაზე მე და ხო რატო არ უნდა ვთქვა ელემენტარული ჩემი მოვალეობა ელემენტარული ნებისმიერი ადამიანის მოვალეობა რაც მაგრები ხართ ვინც დატოვა ის კონცერტი და წამოხვალთ იმიტომ რომ თავი გძენით შეურაცხყოფილად ეხლა კეთილი უნდა ინებოს რა ვიცი კულტურა გვაქვს თუ არა საერთოდ რა ანუ ზოგადად ქვეყანაში იმან ბოდიშიც კი უნდა მოახდენოს აი ამ კადრებისთვის და აი ამ დამცირებისთვის რისთვის ჩამოათრია ვინაგდია და მეორე კადრი მიდის თავის პიანინოსთან თუ რაღაცასთან უნდა ერთი თითი დაადოს რა და დანჩეს ფონოგრამა დაუკრავს ჯანდაბას იქ გამოჩნდეს რომ უბრალოდ დაჯდა და დროშა ისევის დროშა სავარაუდოდ ან ვიღაცა გადი ხო იცი ხა ყველა დროშით არის ხა საკუთარ ქვეყანაში კონცერტზე თურქეთში წავიღე ჩემი დროშა და აქ არ წავიღებდი და ესე გადააგდო აი ხა განახეთ ორივე კაცს ამ ტელეფონში მაგრამ გადმოვიტან მანდ და მე მითხარით თქვენი რეაქცია დედას გეფცები მართლა საციხეთ გავიხდიდი ჯერ $100 ეგ კი არა რა ვინ მიყვარს ყველაზე ძალიან რა ინდოეთი და რო შაკრუხანი ჩამოიყვანო იმაში არ გადავიხდი ნუ ზოგადად რა ვიცი ხო იცი ადამიანი რა ასიზავს ნუ ხუმრობა იქით იყოს მაგრამ
გადაიხადე ხა შენი კუმირია და რაც ჩემი საქმეა ხა ჩემი ჯიბიდან არ აგიღია და რაღაც. მაგრამ აი მაგრები ხართ ვინც ბოდიში და დაიკიდეთ ეს $100 და წახვედით. მაგრამ ვინმე მაინტერესებს იქ გამოთქვა რამე აგრესია იმის მიხედვით რომ ანუ ეგ რო დაინახო მე მარტო კამერებმა რო დააფიქსირა მე აღიქვა ეგეც შეიძლება. მაგრამ კაცო აი ეგ წინ რო ვდგავარ წინდან გადაღებული კადრები წინ რო ვდგავარ და ეს რო გამოდის რაღაცა და ფეხს იქნევს და ჩემ დროსაც აი გადააგდებს ფეხით და მე მეორე კადრია რო ტრიალდება და იგივე საკეთებს მაგრამ რაღაც უყურებ გალო სცენაზე გადაანგრიე და ჩამოიღე რა იმ ქუსლით რა ის პენსიონერი კაცი ერთი რომ მიასიკუდილო აი რამხელა თავხედობა ჯერ რა ვიცი ისედაც ხوار მიყვარდა სულ განულდა კი არა მინუსებში გადავიდა ადამიანობის მხრივ და მალადეთ საქართველოს რავი კულტურა ხართ თუ რა ჯანდაბა ხართ ინფლუენსერები და ისინიც რო არის რავი სასაცილოთად მოკად ხო ვიხდით რას თვამბობდი ვიცი რომ რამდენიმე იყო იქ და ველერთი მაინტერესებს თუ გამოთქვავს იმ გამოთქვამენ არა ერთი არც ორნი იყვნენ საკმაოდ ბევრი რაოდენობა მათი ვიდეოებიდან ვიცი მაინტერესებს თუ გამოთქვამავენ ხმას რომ იქ იმ დეგენერატის ყურადები და სულ კი ბოდიში და კიდია იმას მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რა ვიცი ან ჩამოვიდნენ რომ ესენი დებილები არიან მაინც ვერაფერს გაიგე ეს დროშა გდიადე გადააგდე ერთი რა და ის არ იყო ვიღაცა რო იყოს ჩამოსული ტრუსიკი შორტი რო ჩაიხადა და ნიფხვი ენტრაკი რო დაგვანახა მე რა დამანახა არ ვიყავით მაგრამ ზოგადად არ ვიცი არ მახსოვს ვინ იყო ნამდვილად არ იმის კონცერტზეც არ ვყოფილვარ ერთადერთხელ ვარ კონცერტზე ნამყოფი რეპ კონცერტზე ვარ ნამყოფი ბოლოზარზე და ძალიან მაგარი იყო და მანამდე ვიყავი აი ჩვენთან კლუბში კონცერტზე საუნდი იყო მოსული არა მამუკაონაშვილიც იყო მოსული და სხვათა შორის ჩემს თინეიჯერობაში ჩვენს კლუბში ძალიან ბევრი მომღერალი მოდიოდა რომლებიც იმ პერიოდში ძალიან პოპულარულები იყვნენ ხოლმე ასე რომ აი ეს მინდოდა მეთქვა ეს მინდოდა და მეფიქსირებინა იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ძალიან რა ვიცი ნახეთ ხო ის კადრები ფიქრობ რომ აქიცი რა უნდა ეხულა მთელი საქართველოს იმას და მიესიკვდილებინათ აი იმაში და მე ეს პასუხი კიდე ისე კულტურა ეხა მაინც არ აგებს პასუხს ანუ არ მოსთხოვს პასუხს ეს ჩვენი რავი კონცერტებს ვინატებს კულტურა არ არის კონცერტი მაგრამ ჯანდაბა იმისთვის მოეთხოვოთ პასუხი რავი ერთმანეთს ახოცავთ რომ უიო შეურაცხყოფა მომაყენაო ლიჟბი არ მიყვარს ეს სიტყვა თავარია რუსთაველზე გავიდეთ რაღაცა და ერთმანეთს ახოცავთ რომ ნახე რა მითხრაო და რაღაცა და დროშაზე გადაგიარე ქართველობას აქ ვიცავთ ერთმანეთთან იქ დროშაზე გადაგვიარეს ან დროშა გაისროლა კაცებმა და ნეტა ფეხები გაიწმინდა და ურა რა მაგარი ყავ ჯასტინ შეშებოგელა ჯანი დაგვეწოს წაველი ხინკალმა გაკეთებელი